14 და ჯგუფი სამები ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი თუ ეს ეხება პირადად მათ ჯანმრთელობას. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ერვანდელი ძალიან ლამაზი დღე. დასამახსოვრებელი ღირსშესანიშნავი დღე. ძალიან თქვენთვის საყვარელ კედლებში დააგროვეთ, უკვე პრაქტიკაში უნდა განახორციელოთ და ღირსეულად თქვენ ხვანდელი დღიდან უნდა გააგრძელოთ ცხოვრების. მე თვითონ როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენელი ყოველთვის მქონდა ეს განცდა, რომ ერთადერთი პროფესია, რომელსაც შეიძლება შევნატროდე და ვაყენებდე არავის თუ თანაბრად, არამედ ნომერ პირველ ადგილზე ეს არის პროფესია, რომელსაც ქვია ექიმი. ყველაზე მეტად კეთილშობილურია და გილოცავთ აი ამ ხარისხის მოპოვებას და თითოეული ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ეს მივესალმო, რომლებმაც დღევანდელი დღე მოიყვანა და თქვენ მოგცათ შესაძლებლობა, რომ ეს დღე გეზეიმათ. ნამდვილად გხართ ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლები, რადგან თქვენ იბრძვით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ღირსეული პატივი და სამი მართლაც უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი დღე თითოეული კურსდამთავრებულის ცხოვრებაში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრებათ. ეს არის დღე, რომელსაც რა თქმა უნდა საეტაპო მნიშვნელობა აქვს თითოეული მათგანის ცხოვრებაში. ეს არის განათლების ეტაპის დამთავრება, მაგრამ ეს არ არის რა თქმა უნდა სასრული იმისა, რასაც ქვია ცოდნის მიღებისა და გაღრმავების დიდი წყურვილი, რაც რა თქმა უნდა თამდევი იქნება მათი პროფესიული წინსვლისთვის. ეს არის მთავარი თვისება, რაც თითოეულმა მათგანმა სწორედ დღეს მოიპოვა. ვულოცავ ამ ერთი ეტაპის წარმატებით გავლას და მომდევნო ეტაპზე დიდ წარმატებას, უსაზღრო წარმატებასა და ბედნიერებას უსურვებ თითოეულ მათგანს. ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს კიდევ ასობით ახალი პროფესიონალი ექიმი შეძინა ადამიანები, რომლებიც ძალიან ღირებულ პროფესიას დაეუფლნენ, რომლებმაც ძალიან კეთილშობილური მისია უნდა განახორციელონ და ხვალ ისინი უნივერსიტეტის კედლებიდან უკვე თავისი პროფესიული მიმართულებით გადაინაცვლებენ, ისინი შეუდგებიან თითოეული ჩვენი მოქალაქის, ამ ქალაქის სტუმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ჩვენი მომავალი თაობა წინ მიიწევს, ვითარდება, მაღალი სტანდარტის განათლებას ეუფლება და საქართველოს უფრო მეტი პროფესიონალი, უფრო მეტი განათლებული ადამიანი ყავს, რაც რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. ჩვენ მორიგი გამოშვება გამოუშვით ჩვენი კურსდამთავრებულებისა, ექიმების, ფიზიკური თერაპევტების, ფარმაცევტების, სტომატოლოგების, ექთნების, ჯანდაცვის მენეჯერების და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი საზეიმოდ აღნიშვნა ამ დღის, იმიტომ რომ ჩვენ გზას ულოცავთ ახალგაზრდებს და უსურვებთ მათ დიდ წარმატებას და ეს ვფიქრობ, რომ მათთვის არის კარგი სტიმული, რომ აი ეს დღეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება, მაგრამ წინ დიდი პასუხისმგებლობით და იმედებით აღსავსე გზა არის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აქ აკადემიურ პერსონალს, განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ და მათი რწმენა, მოთმინება, ხარდაჭერა და სიყვარული იყო ჩემი ყველაზე მყარი საყრდენი.